ახლა კი ნებამივოძე სტუდიაში მოვიწვევთ ჩვენი პირველი სტუმარი გოდონა ნამორაძე. ობზანდი გოდონა. მოდი გენაცვალე, აბზანდი. გილოცავთ ახალ სტუდიას. როგორი სილამაზეა, ერთი სული მაქვს, აი აქ ვიმღერო. ბატონო, ეგ ამბავის მალე იქნება, მანამდე ნებამივოძე მოგილოცო სული და გულით 8 მარტი შენ და შენთან ერთად ყველა ქალბატონს 5 დღის წინათ იყო დედის დღე 3 მარტი და ისე მოხდა რომ 3 მარტს ტელეპრემიერა იყო ჩვენი წლევანდელი საიუბილეო იუმორინასი და იცი რამხელა გამოხმაურება მოყვარ და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა შენთან ერთად უთხრა ჩვენს ერთგულ მაყურებელს უღრმესი მადლობა თქვენ ძვირფასო მეგობრებო. რადგან იუმორინა ვახსენე, მოდი ისიც ვთქვათ რომ შენ ასე მარტივად არ შეგებები ხარ იუმორინას ვინაიდან ფარინგიტი ქონდა ახალი გადატანილი, მოგრედ ყელის ტკივილი და საბედნიეროდ გაართვიან ყველაფერს, თავი, მაგრამ როგორ იყო ეს ყველაფერი, თავად ვძალე. მართალი ხართ. ფარინგიტი მქონდა ახალი გადატანილი და როგორც ისიც მეგობრობა მასა კი არ იცის. ეს ამბავი გაიგო ბატონმა ბიძინა მახარაძემ, რომ მე მაქვს ახალი გადატანილი ფარინგიტი ვირუსი და ჩემს ზურგს უკან ყველას უთხრა აბსოლუტურად რომ 1 მეტრზე ახლოს არ მივახლოვდეთ, არ გადაგედოთ რამეო. თახუმრობით. ოღონდ მე ეს არ ვიცი. რამდენჯერაც გამოვდივარ კულისებიდან საუნდ ჩეკზე, გენერალურ რეპეტიციაზე, აი მოსემრო ზღვა გაყო, ასე გაიყვნენ. ერთთან მივდივარ რომ ბელაპარაკვა, ცოტა აი ხედავ რომ უკან მიდის, მეორე უკან და ცოტა არ იყოს დავისტრესე. რატომ არ უნდათ ჩემთან კონტაქტი? თან მე ხა სოციალიზაცია ძალიან მიყვარს ადამიანებთან საუბარი და ხედავ რაღაც მომენტში რომ ბატონი ბიძინა ზის და რაღაცნაირად იღიმება. და მე გავიგე ეს ამბავი რომ თურმე ესეთი რაღაცა მოხდა. ამიტომ მე რა გავაკეთე? რამდენჯერაც დავინახავდი ბატონ ბიძინას, მივდიოდი და უთან ახლოს უკრიდა. საგანგებოდ. და ის მირბოდა და ესე ტომი და ჯერი ვითამაშეთ მთელი. შენ ისმი დათოროსტომაში უნდა რა გითხრა შენ მდგომარეობაზე. კულისებში ვისხედით, იუმორინა უკვე გადიოდა და კულისებში ფარდის უკან ორი სკამი იყო და ერთ-ერთზე იჯდა დათო. მეთქი დათო შეიძლება რომ გვერდზე მოგიჯდა თქო და მოვბრძანდიო და ბრძანდი. კარგი მეთქი, უბრალოდ ვირუსის ხომ არ გეშინია მეთქი, მაინც ახლა ახალი გადატანილი მაქვს თქო და შემომხედა და კახელებს ვირზე რაც იწყება, არაფრის არ გვეშინიაო. იტყოდა. როდესაც კულისებში ვართ, ხოლმე მომღერლები მოგეხსენებათ, ვაკეთებთ ბახურებთ ყელს. მი მამა. და ამ დროს ამ ყელის გახურების პროცესში გავიხედე კულისებს მიღმა და ვხედავ რაღაც ძალიან ლამაზად მოძრაობს რაღაც. ჭრელი ფერები რაღაც და კარგად რომ დავაკვირდი, ვხედავ რომ ჯულიანა ბარგნარი იქნევს ფეხს ასე. ეს არის ჩვენი მი იმის გამღერება ის არის ხო? იმისი გამღერება. სხვათა შორის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ოთოს და ჯულიანას, რადგან მათ დაგვიდგეს ის think-ის ცეკვა ბოლოს ჩემი გამოსვლის ბოლოსკენ, სადაც მერაბ სამყურაშვილის მუხზე უნდა ჩამოვიждე ბოლოს და ეს ამბავი როდესაც მოვყევი დედაჩემს, აი ცეკვა დავდგით მეთქი და ბოლოს მერაბის მუხზე უნდა აღმოჩნდე მეთქი. შეიცხადა რაღაცნაირად დაღონდა, ინერვიულა და მოდიო ბოლომდეო არ დააწვეო მთელი წონითო, იმიტომ რომ რა ვიციო მაინც და მეთქი დედა მეთქი აიტანს ახლა რამენაირად მერაბთან მოსული კაცია კაცო. ხო და ბოლოს აღმოჩნდა რომ დედაჩემს ეგონა მერაბ გეგეჭკორი. გეგეჭკორი თუ ეგონა, შეეცოდებოდა რა თქმა უნდა. საბოლოოდ ყველაფერი კარგად გამოვიდა და მოდი ახლა ჩვენ გადავიდეთ სასიმღერო ნაწილზე დღევანდელი ჩვენი შეკრებისა და ამას რა თქმა უნდა დაჭირდება გიტარა. მაგრამ გიტარას მოუხდება ძალიან ხვიჩა მაღლაკელიძე და მოდი გიტარას და ხვიჩას ერთად მოვიხმოთ ჩვენ შოუში. მოდი შეგენაცვალე. დოდო და 8 მარტს გილოცავ. ამ სტუდიაში პირველად ხარ შემოგარგო. პირველად ვარ ფეხბედნიერი ყოფილიყო ჩემი მოსვლა სარგებლობ ამ შემთხვევით და მთელ საქართველოს ყველა ულამაზეს ქალბატონს ჩვენს დედიკოებს, დაიკოებს, მეუღლეებს გილოცავთ გაზაფხულის შემოგზავნებას და 8 მარტს მადლობა გია მოწვევისთვის. გაიხარე, მოდი ახლა გადავიდეთ სასიმღერო ნაწილზე და სანამ დაიწყებთ სიმღერას, წეგან მოვყევი რამდენიმე ისტორია და ხვიჩაზეც მაქვს ერთი ისტორია. აბა გამოვუშვი. მაყურებელმა ეს ისტორია არ იცის და არც თქვენ ბატონო გია ველოდებოდი რომ უკვე გასულიყო იუმორინა ეთერში სანამ თუ უფრო საინტერესოა სანამ ამას მოვყვებოდი. როდესაც მოვჩები სიმღერას იცით რომ უნდა ესე გავაკეთო და თავი დავხარო და ეს გვერდიდან მოდის ხოლმე და დიძინე
ეს ძალიან შეგეცვით მარტო. მარტო მემესის მიკროფონში ხო არ მოხდა. მეიძინე. და ამ დროს მე ხო მართლა ეს უნდა გავაკეთო და სახე უნდა poker face-ი უნდა მქონდეს ინგლისურად როგორც იტყვიან, საერთოდ არ უნდა შემემჩნეს რამე ღიმილი, უნდა გავითიშო. და აი ეს მხარე ესე მეცილება. ვიცა რა ვიმღეროთ ახლა მითხარი შენ. რამიდა იცი რომ აი ყველა ვიმღეროთ დოდონამა შენს მეც სიმღერამ მიუძღვნათ ქალბატონებს. აუცილებლად დავიწყოთ მაშინ ვინ თუ არა დიდი ოთარაბიშვილი მოტრფიალე. ერთი მეორეზე უკეთეს სიმღერებია კი ბატონო. ერთი ლაბაზი პოპური გავაკეთოთ პედაში. იგენაცვალე დაიწყე და მოყვები. ლამაზი ქალიბაიც სვისია რაგით სინდისი ქონდეს ანკარა მისკენ ოცნებით ვარდებს ისურია დაჟროვანტე ლისტგება თაკარა მისკენ ოცნებით ვარდებს ისურია დაჟროვანტე ლისტგება თაკარა რომ არ დაუჭკნოს სული დარდებმა ქალს გაფრთხილება მარად ჟამს უნდა თორემ შენ ხელში ისე დადნება ვითარცა თოვლის უმწეო გუნდა ქალი ოცნების ჯადოქარია ქალს ნუ ჩახედავ თვალებში მრუდად ყველა ქალი ხომ ამაყიარი თავისებურად ქალი ფარია ქალი ხმალია შენი ხსნელი და ფარეში მუდა გახსოვდეთ ქალი მაინც ქალია მოფერება და ალერსი უნდა ღამე დავეხედები ხობე ყორეს ვედები მელანდება მტრედები და გედები სადღე გრძელო შენსაც ფსვა შენზე კარგი ვინა მყავს სულაგელ ხარ შევედიეროს ხვას ქალო ზულო კულო და სულო მეშინია არ გაბრინდებ თებ გამოსწმულო ქალო ზულო კულო და სულო მეშინია არ გაბრინდებ თებ გამოსწმულო ძალიან კარგი იყო, ძალიან მისიამოვნე ხა თქვენ ბატონი ოთარ რამიშვილი ახსენეთ და მე მინდა რომ გავიხსენო დიდი მაესტრო ბატონი ვაჟა აზარაშვილი, რომელიც ბოლოს ჩემს სოლო კონცერტზე ვნახე, ფორტეპიანოს სოლო კონცერტი მქონდა და მის სიცოცხლეში ვერ მოვეფერე სიმღერით და მინდა რომ ახლა მოვეფერო მისივე სიმღერით. ესანიშნავი. Pichi gogo serils asers argagvigos vina mematsuta ne davimas visas esmis siqvaruli sabada ertsimgeras mgeris muta sxasimgera arumda patara goda patara matazmirda patara tsamirda patara maze me tu ar dres avar dar divar kavanes avar khval ikneba artse viqo am kveqanada me patara goda patara tatsmirda patara tsamirda patara maze me tu ar dres avar dar divar kavanes avar khval ikneba